გამარჯობა. გამარჯობა თბილისიდან. მეტრო გოცირიძე არის ჩემს უკან. მოვედი ზესტაფონის ქუჩაზე. ვინც ცხოვრობს ნახალოვკაში, ნაძალადევის რაიონში, მას ეცოდინება ეს მხარე. ყოფილი ტრიკოტაჟის ფაბრიკა, ახლა სააქციო საზოგადოება ბამბის ნართი არის მარცხენა მხარეს. ის თემა, რომელიც აწუხებს ყველა თბილისელს. თავზე დაშენებული კორპუსები, წართმეული ჰაერი, წართმეული მწვანე სივრცე, ადგილი რო არ არის, კვადრატული მეტრი რომ არ არის იმისთვის, რომ გავასეირნოთ ბავშვები. უსაფრთხო ტროტუარი რო არ არის, აი ახლა აქ რატო დავდივარ შუაგზაზე? იმიტომ რომ ტროტუარი არ არის, შეხედეთ, გაიხედეთ. ასევე დაბნელებული, გაუფასურებელი საცხოვრებელი კორპუსები. იმიტომ რომ ერთს დაგპირდნენ და მეორე დღეს მოვლენ და აგიშენებენ, დაგიშენებენ თავზე მრავალბინიან, მრავალსართულიან კორპუსებს. მეტრო გოცირიძის უსაფრთხოების საკითხი. საპარკინგე სივრცე რო არ არის და ეხლა შეხედეთ, აქ რომ მშენებლობა და კორპუსები დაემატება, საერთოდ აკაურობას რა მოუვა. აქ ცხოვრება ხალხს, რომელმაც თავის დროზე ჩადო ფული აი ამ კორპუსში გვერდზე ზესტაფონის ქუჩაზე და აქ ცხოვრება გადაწყვიტა, ცხოვრება ყველას გაურთულდა და საქმე გვაქვს. როგორც ყოველთვის, უსამართლო, ჩაგვრელ ეკონომიკასთან. ეკონომიკასთან, რომელიც ემსახურება მარტო ოლიგარქებს და არ ემსახურება ხალხს. ეკონომიკასთან, რომელმაც საშუალება მისცა, რომ აი ეს ამხელა ტრიკოტაჟის ფაბრიკა, ჩემო საყვარელო მშობლებო, ბებიებო, ბაბუებო, გახსოვთ ტრიკოტაჟის ფაბრიკა, რა წესით, როგორი მანქანებით, როგორი შესაძლებლობით აღმოჩნდა ის ერთი კაცის ხელში. რომელიც ახლა აქ გააშენებს უზარმაზარ კორპუსებს. ერთ პატარა 6 კვადრატულს არ დატოვებს იმისთვის, რომ აქ გაშენდეს რაღაცა პარკი ან ბაღი. ეხლა შევხედე, ხალხი ბავშვებს ასეირნებს ზესტაფონის ქუჩაზე, ზედ ქუჩაზე, სავალ ნაწილზე. აი, გაიხედეთ ეხლა, შევხედავთ როგორ დადიან სავალ ნაწილზე. ეს ხო ელემენტარული უსაფრთხოების ნაწილია. ეს პრობლემა მარტო ზესტაფონის ქუჩას არ აქვს. მთლიანად მთელ თბილისს აქვს. რაშია საქმე? საქმე იმაშია, რომ ხელში აქვს ჩაგდებული ძალაუფლება ჯგუფს, რომელიც ემსახურება მარტო ოლიგარქიას. ემსახურება იმას, რომ ვინც უკვე მდიდარია კი არა, ძალიან მდიდარია, ის გამდიდრდეს და დანარჩენი შუაფენა იქნება თუ მშრომელთა ფენა იქნება, არ აინტერესებს, გაღარიბდეს. შეძელი, შეაგროვე ფული, გამოგიგზავნა უცხოეთში მომუშავე დედამ ფული, იყიდებინა კორპუსში. აინტერესებს ახლა თქვენ მე მითხარით ოლიგარქს, რომელიც აპირებს, რომ აქ მთელი კორპუსები და დასახლება გააშენოს? არ აინტერესებს. ეხლა გავიგე, რომ ამ თემის, ამ მისამართზე ზესტაფონის ქუჩაზე განხილვა ან სამშენებლო ნებართვის მიცემის საკითხი განიხილება თბილისის მერიაში მალე. ახლა შევიდა ეს თხოვნა, სვავ კითხვას. რას უპირებენ მეტრო გოცირიძეს, რომელიც ისედაც 5 წლის განმავლობაში რემონტში იყო და ვერა და როგორც იქნა ამდენი წლის მერე მართლა ჯადო ქონდა თუ რა ამ მეტროს არ ვიცი. ამუშავდა, როდესაც აქ გაჩაღდება უზარმაზარი მშენებლობა. რას უპირებენ ამ ქუჩებს? რას უპირებენ უსაფრთხოებას ამდენ ავწეკრანს რო დააყენებენ ამ ტერიტორიაზე? აქ ხალხი როგორ უნდა მოხდეს ამ ხელა კორპუსებში, რომლებიც აქ გააშენეს. საერთოდ განვითარების მოდელი, რომელიც თბილისში არის დამღუპველი, მივდივართ იქითკენ, რომ ამ ქალაქში ეცხოვრება მარტო ოლიგარქებს და უცხოელებს. უცხოელისთვის პრობლემა არ არის, ჩამოვა, აქ კი არ აპირებს შვილების გაზრდას. 1 წელი ჩამოვა, იქ ირავებს, როცა სწავლობს ბინას, არც იყვირებს, არც არაფერს გააპროტესტებს, იქ ირავებს და მერე წავა უკან თავის ქვეყანაში. ჩვენ უნდა ვიკითხოთ და ჩვენ ოლიგარქებს საერთოდ არ ადარდებთ, ჩვენ აქ როგორ ვიქნებით, ჰაერი ვისუნთქებთ თუ მტრის ნაწილაკებით. ეხლა აქ რომ მშენებლობა გაჩაღდება წლების განმავლობაში, რა უნდა ისუნთქოს ამ ხალხმა, რომელიც აქ ცხოვრობს? აი ეს პრობლემა უსამართლო, ჩაგვრელი ეკონომიკური სისტემა.
რომელიც დარწმუნებული ვარ კი არა და ვიცი რომ ხან ნუცუბიძი დამწერენ და ხან რომელი ადგილი და მთელ თბილისს აწუხებს. აქ ცხოვრება შეუძლებელია. ყველა უცხოელისთვის უფრო კომფორტულია აქაურობა ვიდრე ქართველისთვის. ეგ ხო დავინახეთ უკვე არა? სწორედ ამის გამო მათ ემსახურება ეს ხელისუფლება. ამის თქმა მინდოდა დროებით